აბა გორს გაუმარჯოს, გორს. დაგორელებს. აი წვნიანი ჩანს აქედანო. აქ უკვე ჩავერთვევით ჩემი რჩევებით. ჯერ ეს მეჭამა ის შეიძლება აღარ მომწონებოდა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შემოვედი გორში და დავაგემოვნებ გორს, ასე რომ ნახოთ. ატლეტები მინდა დაუგემოვნო ერთი ორ ობიექტს, რომელიც ცნობილია. ესე ჩიდა ეზო ჩიდა სივრცე ხაჭა იმერული ოსური მეგრული ლალური სახრაკინო ჩოლებლები იმერული კიდე რა გაქვთ ისეთი მინდა აი სათქვენო რაღა ერთი ლოქოსადი გამიგეთე დაგიგემოვნებ კიდე რა არის დასაგემოვნებელი თქვენთან ხინკალი ხალახური გვაქვს მარტო ქალაქური და სოფოს. კაი, მოკლედ, მოდი მასე გავაკეთოთ. რავი, რაღაცა ერთი მინდა კიდე ვფიქრობ რა დავამატოთ. თუ რამე გურნებაში გაკეთხარ. ხაჯაპური გითხარი? კი. გითხარი. აი, სალატი გამეკეთეთ ზმრით, კარგად. უეჭველი. და ამ ეტაპზე ეგ იყოს. სასმელი რამე? ლუდები ხოლმე ხარით. სამი ყადი რამე ხდება? იყოს ერთი ლიმონათის მოგვიტანე. და ამ ეტაპისთვის ეგ არის ჩემო კარგო. ესე ჩვენიერი დინარეს ჩამოდის მეგობრებო და აი ადგილი ჩამს. ნახოთ ახლა საჭმელები როგორია. ხალხი არის. ძლის მოვაგენით ოღონდ. ლუდის მოვიდა. ეს რომელი ლუდი არის? აჰა. ამე განსაკუთრებული თქვენი ხო არ გაქვთ ლუდი? კი ბატონო. მე ლიმონის ლიმონადი გვაქვს ჩვენ უგნებო. არა, მადლობა. აბა, კიდე ერთხელ გაგვიმარჯოს. მეორე ვიდეოში ვსვა უკვე ზენზე. მოწესრიგებული რესტორანია, მეგობრებო, მომეწონა ჯიჯირობით რასაც უყურებ, მომსახურეობაც. ნახოთ როგორ გაგრძელდება. ჩვენიც მოსულა. ასე გამოიყურება კიტრი პომიდორი ნიგზით. ნახოთ აბა, გავხურდეთ. რაღაცა ძმარი არ ეთყობა მეგობრებო. ნორმალური არ არის უბრალოდ. ძმარი არ აქვს. აბა გორს გაუმარჯოს, გორს. დაგორელებს. აბა რამდენ ხანში მოვახინგალ. ფოტოშორის ახლა მდინარის პირზე ვზივარ და რამე ისეთი სუნი არ ამოდის შემაწუხებელი მდინარიდან. დავხედოთ მეგობრებო მენიუს. ესე ხინკალი მაქვს შეკვეთილი, ხინკლის ფასი არის ლარი და 70. ხაჯაპური იმერული მაქვს შეკვეთილი 12 ლარი. საინტერესო ფასებია ჯეჯერობით. სალათა. და სალათა. სალათა ნიგზით კიტრი პომიდორის 10 ლარი. პორცია საკმარისად დიდია. აქ რამდენი რაღაცა ქონია კიდევ. ჩაშუშულები და რა, ჩაშუშული არ გაგვიწორდებოდა. ესე კატლეტი კარტოფილის პიურესთან 17 ლარი. ლოქოს წვადი მაქვს კიდე შეკვეთილი მეგობრებო. თევსას დავადებ კბილს აკეთ. 15 ლარი ლოქოს წვადი. ფასი კაია. აი მართლა მე ასეთი მენიუ ბევრგან არ მინახე. ასტაგინდა, ევროპული კერძებიო, პიცა, დესერტები, ლოქოს მწვადი მეგობრებო 15 ლარი და რაღაც სასწაულად გამოიყურება. ისე ამას მაშერაფის соусიც რომ მოეყოლებინებ, ეს უნდა გავსინჯოთ, ახლა ეს წივი აღარ ივარდებს. ნახოთ. გემრიელი არის უდავ ეს ფხები. წესით არ უნდა გქონდეს. უფრო ძვალია ვიდრე ფხა. ამ ხეს უგადაურჩი.
მარილიანია და სხვათა შორის ლუდზე წავა. მადლობა. ხაჭაპურიც მოვიდა. ერთებშევიც იქნება შეგვიცვალო თუ არა. აბა ბარემ ხაჭაპურიც დაუგემონოთ. ასე გამოიყურება შიგნი. ცოტა მომჟაო გემოს ასიამოვნოთ. ნორმალური ხაჭაპურია. ქვემოდა როგორც არის, ისე რო იყოს ზემოდანაც ცხიმი რო არ ქონდეს, ვაფშე მაგარი იქნებოდა. გამლახენ უკვე. სარესტორნო ფასი 10 ლარისთვის ჩემი აზრით ჩვენიერი ხაჭაპურია რა. საცხობში უნდა 10 ლარი უკვე სადაც არის ხაჭაპურს კაი რო შეჭამ. არა, ძიმე ხაჭაპური დაგამძიმე. ეს ნიგზიანი იდრებამედრე სალათაკი და გემრიელად უესადო შევჭამი ჯეჯერო. ერთოთი. ეს ლიმონადი ცივი არ გვაქვს. ეს ანთვილია ხო. მადლობა ჩემო გარემო. ცოტა შეგრილებულზე გაჩვენებ ჩიგნი რა ხდება? რა ხდება? ასე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი კოტლეტი და იურე. აბა ვნახოთ ახლა. ბალიშად გაავკეთოთ ბალიშად. აი წვნიანი ჩანს აქედანო. ასე გამოიყურება ვნახოთ. ესე იგი რბილიდან აზია ხორცი. ზედმეტი სუნელის ან ამის გემო არ მოდის, უფრო გუფთის გემოსკენ მიყავხარ ვიდრე კოტლეტის. წვენი გამოაქვს ძალიან ეთყობა ღორის ხორცია. უმეტესობა. აბა ყველაფერი ვნახოთ ერთად. ერთად უნდა წამომოკლე. თაცალგი არ ვარ. არა ძალიან ჰაეროვანია. იურეც ჰაეროვანია და კოტლეტიც აია. ესე იგი ხინკალით მაგვირგვინებინებენ დღევანდელ დღეს. ესე იგი ეს იყო 2 პორცია და 34 ლარი და 2 ცალი 2 პორცია. მადლობა. ბევრი როგორც ჩანს ყველა უკეთავს სავსე აქაურობა და მეგობრებო ხინკალი ნანატრელი 45 წუთია ველოდები. აგენაც. მადლობა. ესე კაი დიდი ხინკლებია. აჩვენებ ჩვენ ხინკლებს, ასე გამოიყურება. აი სქელიც ომიც მოჩანს. მეგონი შიგნი კატლეტები უდეთ. აბა. რამხელა არის ეს ბიჭო. შეხედეთ რამხელა ხინკალი. სასაული დიდი ხინკალი, მიდი გადაიღეთ. ბიზნესი დავიწყე. აფელა აი მაშინ აფე აფელა ხინკალი. აი კოჩის ბიზნესები მართლა შეიძლება დაიწყონ ხელა. აბა ჩემი ტექნიკა ჩავრთო. უკბიჩავთ. გადავდეთ. უკბიჩავთ. გადავდებთ. ცოტა შეგრილდება ამასობაში. წვენი მოჩანს ბლომად. ვნახო. შიგნი ასეთი ვითარება გვაქვს. წვენით გაძეძგილია. ძალიან ბევრი ხტილები აქვს რა. ძალიან მარილიანი. არ მომეწონა. ცომს აიტანდა ეხლა სისქელეს უბრალოდ. ეს ხორცი იშლება, შიგნიათ დაშლილი. ხტილები ხდება. აი რო ვერ დაღეჭავ რა. ნახოთ მეორე იქნება. აი
ამას ვერ შევჭამ. ხინგალმა არ გაამართლა მეგობრებო მოლოდინი. აქ უკვე ჩავერთვებით ჩემი რჩევებით. ხორცი აუცილებლად უნდა იყოს კარგად გარჩეული რა. ეხა ხტილები იმაში დაჩემქვა. კატლეტში და ცა იმდენი არა, მაგრამ აქ ძალიან ბევრი იყო რა. ნუ სისქე გასაგებია, წვენი კარგი იყო, ბევრი ქონდა, მაგრამ მარილი ქონდა, ბევრი ასევე. ნუ საერთო ჯამში ძალიან მომაბეზრებელი გახდა ის გემო და ვეღარც შევჭამე, ვეღარც დავამთავრე დაჟე ერთი ხინკალი. ასე რომ ხინკალი გამოსასწორებელი აქვს დაშკარად ამ ობიექტში. ხაჯაბურს რაც შეეხება, ხაჯაბურმა დაიმსახურა მოწონება ჩემი მხრიდან. გემრიელი იყო. კატლეტიც კარგი იყო, მომეწონა პიურესთან ერთად და საწეველთან ერთად. მწვადს რაც შეეხება, ლოქოსი. ლოქოსწადის ნორმალური იყო, ეხა უფრო მეტი მოლოდინი მქონდა, სიმართლე რო გითხრათ, უფრო ნაშარაფიც მოუხდებოდა. მაგრამ ეთყობა ოდნავ ქონდა მოსხმული. სხვა რა ვჭამ? სალატი. ხო, სალათი მიგზით კიდევ ძმარი დამაგდა და ნუ არაუშავდა რა. ასე რომ ვთქვა, საერთო ჯამში არაუშავდა. მთავარი რისთვისაც ვიყავი კატლეტის გულისთვის, კატლეტმა მოლოდინები გაამართლა. მომსახურება იყო ძალიან კარგი, მინდა აღვნიშნო, თებშები გვიცვალეს. თებშის შეცვლაზე პრობლემა არ იყო, ძალიან მომეწონა მომსახურება და საერთო ჯამში მშვენიერი ადგილია. დაждები კიდევაც გემრიელად, აგერ ჩამოედინება მდინარე. მდინარის პირას ზიხარ და მუსიკა გაქვს, ხალხი ცავსიარი აქაურობა და საერთო ჯამში მშვენიერი ადგილია. შესასვენებლად გორელებისთვის, ასე რომ შემდეგ უკვე გადავინაცვლე ძმობის დუქანში, აღმაშენებლის გამზირზე 60 ნომერში, შიგნითაც ასე ლამაზად, ძველებურად, ძველ სტილში იყო მოწყობილი. ესე 144 ლარი მოგვივიდა ერისონში ის სუფრა რაც გაიშალა. ვეღარ ჩამოვახვედრე კადრში. ფასიც მისაღები იყო. ფასები, მაგრამ ხინკალმა ბოლოს ხინკალი არ იწვებოდა, ასე რომ წამოვედი და ეხლა ვნახოთ აბა იქნება პირის გემო გამოვიკეთო აქეთ. დაღერღელი წიზაგაც გვაქვს, საწეველი გვაქვს, მარილი გვაქვს, მარილისკენ გახედვა აღარ მინდა. პური აქვთ ლავაში დაჭრილი. აი პომპულა პურებია. ო! ძალიან კარგი. ო, ეს რაღაცა. მოგვივიდა პურმარილი. აბა გავჭრათ. აუ! წვეთავს. წვენი გვაქვს ბლომად. ჯერ ისე ვნახოთ გემოს. გემრიელია სხვათა შორის. აი როგორ არის ე? მოც მწვანილიანი ხინკალი და მწვანილო ხინკალი დაახლოებით ეგეთი განსხვავება ამას მწვანილები უფრო მეტი აქვს და გემრიელი არის. ეხლა ვნახოთ ერთიანობაში. მაგრამ გემრიელი. ეს უფრო კატლეტის გემო უფრო აქვს ამას, იმას უფრო გუფთის გემო ქონდა. ეს უფრო კატლეტობს მო. ეს ჯობია. ამდვილად ეს ჯობია. ჯერ ეს მეჭამა ის შეიძლება აღარ მომწონებოდა. კიდე კაი რო აქაც შემოვიდი, თორემ ის მეგონებოდა ახლა მე საუკეთესო. ეს არის საუკეთესო. ჭამეთ ეგეთ, ჭამეთ. ამიჯერეთ მე თქვენ. კატლეტი არის ძალიან 14 ლარი პორცია, იქ 17 ღირდა. არა, თუ გინდათ რომ გორული კატლეტი ჭამოთ, მესმის ახლა ისე კომფორტულად არ არის მოწყობილი როგორც იქ და ასე შემდეგ, მაგრამ გემრიელი კატლეტი ჭამოთ, ვინა მაინც აქ რა. ასე რომ გემრიელად ჩაიერა აქაურობაბაც. ასე ჩაიარა ჩემმა გორში მოგზაურობა, მეგობრებო და გორის დაგემოვნება მიყურეთ. მადლობთ თვალე ყოველ კვირას ვესწრები ხოლმე რომ ახალი ვიდეო დავდო და გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობა ყველას.